ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. კონკრეტულად რა ბრალდებები აქვს პოლიტიკურ პარტიას მმართველი გუნდის მიმართ და რაც პასუხობენ მათ მერიასა და საკრებულოში მხარეთა პოზიციები გიორგი წეროძემ მოისმინა. ლეიბორისტული პარტიის საჯარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავით რობაქიძის განცხადებით ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ქალაქის ქუჩებში გაკრულ პლაკატებს ხევენ. არგუმენტად კი მას დილით გადაღებული ფოტოები მოჰყავს. სანდასუფთავების სამსახური მთლიანად ჩართულია პლაკატების ჩამოხევაში, არსებითი მნიშვნელობა დღეს ჩემთვის იმას არ აქვს, ვის პლაკატს ხევენ, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ მეოცნებების პლაკატს არ ხევენ. სანდასუფთავების სამსახურში მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა ხელმძღვანელი პლაკატების მიზანმიმართულად ჩამოხევას გამორიცხავს. მეეზოვე ამბობს, რომ ქუჩას ჩამოხეული პლაკატის ნარჩენების განათავისუფლებდა. გამოიარა პიროვნებამ კედელზე მიკრული ახია, უთხარი რაშობი მეთქი, მევალაგებ 5 საათზე გამოსული იმისა, რომ უბანი უნდა იყოს სკოპში მეთქი. ამან მაინც ახია და წავიდა სირვილით. მე მივედი ეს დახეული ფურცლები ავიღე. მე დანარჩენი რაც შემორჩა ზედან, იმასაც ვაცლიდი, რომ კიდევ არ გაიაროს და არ დამინაგვიანოს მეთქი. და აი ეს იყო და ვიღაცამ გადმოვიდა, ქალბატონო რას აკეთებ, დაგავალეს ხომ და აკეთებ მაგასო, მე უთხარი არავის არ დაუვალებია. არასოდეს არც ერთ მეეზოვეზე არ მიუცემია ჩვენს ორგანიზაციას დავალება, ის ნახევრად ჩამოხეული იქნება თუ ისეთ მდგომარეობაში იქნება, ან თავისით უნდა ჩამოვარდეს, არავის არ აქვს ხელის შეხების უფლება. პლაკატების ჩამოხევის ფაქტს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს უკავშირებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ძველი ბათუმის უბანში. ქართული ოცნების ყოფილი აქტივისტი ეთერ ჯორთმენაძე ამბობს, რომ მან კოალიცია სწორედ რესპუბლიკელებთან დაპირისპირების გამო დატოვა პლაკატების ჩამოხევა კი ერთგვარი შურისძიებაა. მთავრობის სახლთან საერთოდ დაფები აღებულია ამ მომრჩევლების ყველას, მერიასთან საერთოდ ამოღებულია. სინამდვილეში აჭარაში გადაგვიკეტეს საარჩევნო კამპანია. რესპუბლიკელია ირაკლი ჩავლეიშვილი, რესპუბლიკელებმა უკვე იძახია, რომ აჭარა ჩვენ ჩავიგდეთ ხელში და ჩვენია და აკეთებენ ასე, განუკითხაობა, დომხალია, პატრონი არ აყავს. ან რატო უნდა ხდებოდეს ამაში ფული მაქვს გადახდილი, ხო? ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს და წინასაარჩევნო პერიოდში თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს. ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, ჩავლეიშვილი იმ ობიექტებზე, რომელთა სამშენებლო ნებართვებიც მის მიერაა გაცემული, საარჩევნო პლაკატების გაკვრის ექსკლუზიურ უფლებას ითხოვს. ექსპერიმენტის სახით თავართქილაძემ რამდენიმე პლაკატი დღეს კიდევ გააკრა. ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ირაკლი ჩავლეიშვილი. მისი განმარტებით, ქალაქ საკრებულოს თავმჯდომარეს სჭირდება და ის თანამდებობიდან გადადგომას არ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტის პლაკატი არის ან დაზიანებული, ან შავად გადაღებული, არა მხოლოდ ჩვენი პარტიის და ეს არის, მე ვფიქრობ, რომ თანამდებობის ბოროტად გამოყენება საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისა. მე მას მოუწოდებ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. თავის დროზე ირაკლი დაარღვია ეს კანონი, როდესაც ამ კერძო სახლებზე და ღობეებზე გააკრეს პლაკატები, გუშინ ახალგაზრდებს ჰქონდა დავალებული პლაკატების გაკვრა. როდესაც ახლა მე დღეს ვნახე, რომ ეს პლაკატები გაკრულია, მართალი გითხრა, არ მინდა რომ ვიღაცამ ისარგებლოს, თითქოს მე საკრებულოს თავმჯდომარე ვარ და მე უპირატეს მდგომარეობაში უნდა ვიყო, მე დღესვე გავეცი განკარგულება, რომ ახალგაზრდებმა ისევე ჩამოხიონ ეს პლაკატები. ბურჯანაძე გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დიმიტრი ჭეიშვილის თქმით, მერიამ სტენდი, სადაც მისი წინასაარჩევნო პლაკატი იყო გაკრული, ვარდების სკვერის ტერიტორიიდან აიღო. მის ნაცვლად კი სკვერში გიორგი ერმაკოვის მხარდამჭერი კარავი დგას. დიმიტრი ჭეიშვილი გიორგი ერმაკოვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. ჩემს უბანზე გამოყოფილი იყო მხოლოდ ერთი სტენდი საარჩევნო სააგიტაციო მასალების განსაცდელად, დაახლოებით მოხერხდებოდა 20-30 პლაკატის გაკვრა, რომელიც რამოდენიმე დღის წინ სტიქიის დროს ქარმა წააქცია და ნაცვლად იმისა, რომ ზედამხედველობის სამსახურს ის გაემართა და ისევ დაედგა თავის ადგილას, მოხდა ამ სტენდების გატანა, გატაცება, ასე ვთქვათ, ისე რომ არავინ არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდა სად წავიდა და რატო. და დღეს ჩამოვიარეთ, ხედავთ, რომ განთავსებულია ბატონი გია ერმაკოვის არავი, რომელშიც ხდება მისი სააგიტაციო მასალების გავრცელება. ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ საარჩევნო ბანერებისთვის განკუთვნილი სტენდები ძლიერმა ქარმა დააზიანა. სტენდები შესაკეთებლად გადაიტანეს და მათ ქალაქში დღესვე განათავსებენ. 2 დღის წინ იყო ძლიერი ქარიშხალი, რის შედეგადაც დააზიანდა დაფები, წინასაარჩევნო დაფები, გადატანილი არის შესაბამის საწყობში, სადაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
სავარაუდოდ დღის ბოლომდე იქნება აღდგენილი და შესაბამისად დაუბრუნდება დისლოკაციის ადგილს. წინასაარჩევნო დაპირისპირება პოლიტიკურ პარტიებს შორის პიკს აღწევს. კანდიდატებს არჩევნებამდე ზუსტად 13 დღე რჩებათ.